ქართული მხარე წელს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გასამაგებას ელოდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მზარდი ბაზარია. მხოლოდ მიმდინარე წელს იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი ჩინეთში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 66.4%-ით არის გაზრდილი. გიორგი საამანიშვილის თქმით, ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაციისთვის ჩინეთში წელს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. პეკინში გაიხსნება, პრეზენტაცია იქნება ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრი. მონაწილეობს ჩინეთის ყველა მნიშვნელოვან გამოფენაში, ღვინის გამოფენაში, რომელიც იმართება სხვადასხვა ქალაქებში და ყავს იქ ადგილობრივი დაქირავებული პარტნიორები, რომლებიც გვეხმარებიან ქართული ღვინის კულტურის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე. თავიდან წლის დასაწყისში საუბრობდით, რომ თითქმის გაორმაგდებოდა, თუმცა აგერ ჩინეთის სოფლის მინისტრის ვიზიტიც დაემთხვა წელს, შესაძლოა კიდევ გაორმაგებაზე მეტი იყოს ექსპორტი ქართული ღვინის ჩინეთში.